მძღვანელობასთან არასდროს არაფერი პრობლემა არ მქონია. ციხის თანამშრომლები თითქმის 50-70%-ს ვიცნობდი, ვისაც არ ვიცნობდი, ისინიც გავიცანი და ჩემთვის მაგალითად 6 წელი ისე დავამთავრე, რომ არასდროს ჩემთვის ბიჭო არავის არ უკადრებია. იყო ციხის ხელმძღვანელობა, რომელიც არ არსებობდა არც ერთი რამდენი ციხის უფროსი შევიცვალე, ხო, თქვათ, მერვე დაწესებულებიდან მე-12-ში გადამიყვანეს, თქვათ, ხო? არასდროს ჩემთვის ბიჭო არავის არ უკადრებია, არც ხელმძღვანელობას, არც ნებისმიერ თანამშრომელს და არც თვითონ პატიმრებს. ბატონო გელა, ასევე გვაინტერესებს, როგორ გექცეოდნენ ციხის თანამშრომლები და როგორი ადამიანები არიან ზოგადად. ციხის ხელმძღვანელობა? დიახ. აი კიდევ ერთჯერ ვიტყვი, რომ ბიბლია არ არის, თორე ხელს დავდებდი, რომ აი ზუსტად მინდა გითხრათ. აი ზოგჯერ იციან, რომ იცი რა თანამშრომლები ცუდები არიან და ესე არ არის. აი როგორ არის, შეიძლება ოჯახში იყოს 5 ადამიანი და 2 ცუდი იყოს, შენ წარმოიდგინე. და რასაც ქვია პოლიციის სისტემა, რასაც ქვია ციხის სისტემა, ეს 1 და 100 ათასობით ადამიანი მუშაობს, ხო? და 1000 ადამიანიდან რა თქმა უნდა იქნება ისეთი 3, 4, 5, 10 თუ 20 ცუდი, მაგრამ როგორც ასეთი ჩემთვის 99%-ს გეუბნები, რომ არავის არასდროს არ უთქვია ზედმეტი. რაც იყო კანონით, იმ კანონს იყენებდნენ ჩემთვის. ზედმეტი არავის არასდროს არ უკადრებია, პირიქით მომხნევებდნენ, რომ ყველაფერი დაალაგდება, არ ინერვიულო, მათე შენ ჭირდები. აი ახლა ისეთ რამეს მოგიყვები, შეიძლება ადამიანმა არ დაიჯეროს. აი უყურე როგორ იყო ანი, ხომ დამაკავეს, ხო გადამიყვანეს ციხეში. რო იმაში გადამიყვანეს მოდულის შენობაში ვიყავი, ხო, თქვათ. აი ამ მოდულის შენობიდან უნდა მოვიყვანეთ სასამართლოზე. შენ დაიჯერებ, რომ 2 ახალგაზრდა ბიჭი, პოლიციის თანამშრომლები, ამათ უნდა გადავიყვანე. ახლა იმის შემდეგ დიდი დრო არის გასული. უბრალოდ ისეთ რამეს ყვები შეიძლება არც არის მოსაყველი, შეიძლება რა ვიცი, უბრალოდ ადამიანებმა იცოდნენ, რომ პოლიციის თანამშრომელი და ზოგადად თანამშრომლები საქართველოში ცუდები არ არიან. აი, გაჩნია შენ როგორი ტიპი ხარ. როგორი ტიპი ხარ, ისე მოგექცევიან, თქვათ, ხო? ახლა როცა პოლიციის თანამშრომელია ციხის უფროსია, მას არასდროს არ უნდა აკადრო ის, რაც არ ეკადრება, ხო? ჩემთვის არავის არ მოუთხოვია ისეთი რამე გააკეთო, რომელიც ჩემთვის იყო მიუღებელი, სიტყვაზე ვთქვათ. არც უკადრება